მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ნამცხვარი მარწყვით, რომელიც არის ძალიან მარტივად, სწრაფად მოსამზადებელი და რაც მთავარია, არის ძალიან არომატული. მარწყვით გაჯერებული. შინაურულის არხზე არის მარწყვის სხვა რეცეპტები, მათ შორის ტორტები, მურაბა და ჯემი. ამიტომ აუცილებლად ესტუმრეთ შინაურულის პლეილისტებს. პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ 2 კვერცხი, დავამატოთ 150 გრამი შაქარი, წიკვი მარილი და 1 ვანილი და დავიწყოთ მიქსერით ათქვეფა. აუცილებლად კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და აუცილებლად უნდა აითქვიფოს აი ასეთ გათეთრებამდე, რომ ნამცხვარი ფაფუკი და უგემრიელესი გამოგვივიდეს. შემდეგ კი დავამატოთ 200 გრამი არაჟანი ან 200 გრამი მაწუნი და აქვე ჩავამატოთ 100 გრამი გამდნარი კარაქი. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 6 სუფრის კოვზის ზეთით ან იგივე რაოდენობის მარგარინით, როგორც თქვენ მოისურვებთ. მე გამოვიყენე 100 გრამი კარაქი. შემდეგ დავამატოთ 300 გრამი ფქვილი და 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, რომელიც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 ჩაის კოვზის სოდით და კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი უნდა გამოგვივიდეს აი ამ სისქის. მიღებული ცომი გადავანაწილოთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვათ ცხიმი. ცომს ზემოდან დავადოთ ჯემი და დავაყაროთ დაჭრილი მარწყვი. ეს ნამცხვარი შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სხვა ხილით ან ჯემით, ისედაც ძალიან გემრიელი გამოგივათ. მომზადებული საცხობი ფორმა მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 45-50 წუთის განმავლობაში. რა თქმა უნდა, გააჩნია თქვენს ღუმელსაც. ჩვენი უგემრიელესი და ძალიან არომატული ნამცხვარი უკვე გამოცხვა, რომელიც მზაობისთვის გავსინჯოთ ხის ჩხირით. შემდეგ გავაცივოთ ფორმაშივე და გაცივებულს მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა. და უგემრიელესი, უმარტივესი და ძალიან სწრაფად მოსამზადებელი დესერტი მზად არის, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ყოველთვის, რადგანაც ყველა ინგრედიენტი ყოველთვის მოგმეპოვება სახლში. როგორც გითხარით, შინაურულზე არის მარწყვის მურაბისა და მარწყვის ჯემის რეცეპტებიც, რომელიც შეგიძლიათ ამ დესერტშიც გამოიყენოთ. დღეს ამით გემშვიდობებით. აუცილებლად გამოიწერეთ შინაურულის არხი, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.